მოგესალმებით მეგობრებო, აბონ ციციაშვილი აგრძელებს დილის საუბრებს და დღეს აბონი არის ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ საოცრება ვიხილეთ ბოლო 2 დღის განმავლობაში, საოცრება ვიხილეთ. ეს იყო უმაგრესად დაგეგმილი სპეცოპერაცია, წყინვალეთ არეული ტვინი რუსეთისა, ჩინეთისა, ირანელების ტვინებისა, ასევე გახსოვთ, რომ დაგეგმილი იყო რუბიოს ვიზიტი ისრაელში, ორშაბათი, სამშაბათი, მერე მოხდა ისე, რომ რაღაცა ღამელოდებოდნენ ესენი თავდასხმას და დილის 8-ზე დანიშნა ირანის ხელმძღვანელობამ ჩანიშნა ბრიფინგი, 40 კაცი შეიკრიბა და 40-ვე გათავდა, აღარ არის. იყო იმას აიათოლაც. აი ეს არის ტრამპი და მისი გუნდი, მეგობრებო. აი ეს არის. ნუ რა თქმა უნდა, ისრაელი. ახლა ბირთვული პროგრამების დამუშავება რუსეთის ხელშეწყობით, რაზეც ტრამპმა თქვა, ირანს ვერ ექნება ბირთვული იარაღი და როცა ტრამპი რამეს ამბობს, ტრამპი იმას ასრულებს. თქვენ ამას უკვე ხვდებით. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ბედკრულ საქართველოს. ჩვენი ბედკრული საქართველო, რა თქმა უნდა, მიბმული არის რუსეთზე. რუსეთი იყო მიბმული ირანზე. და ეხლა უკვე რუსეთშიც სერიოზული ტრაგიჟიმჟიმი აქვთ. ყოველ შემთხვევაში სი ძინპინს და პუტინს აქვთ ჩაჯმული. და ეხლა კიდევ ის ექნება ჩაჯმული, ხო ხვდებით. ამიტომ ჩვენ არაფერი სანერვიულო არ გვაქვს. და რა თქმა უნდა, მეგობარი აქტი ისევ მიდის, ისევ გახილვის ქვეშ არის და მას კიდევ მიება ერთი ახალი კანონპროექტი, რომელმაც უნდა გაგვახაროს. ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს დაევალათ ასეთი რამ, რომ უკვე ოფიციალურად მანამდე ვითომ არ ქონდათ ახლა რა სჭირდებოდათ, რაში საქართველო, რაში ჭირდება დეტალური ანგარიში მოამზადოს საქართველოში რუსული და ჩინური აქტივობების შესახებ. ამას ეს უკვე მიება მეგობარ აქტს. აი მეგობარ აქტს, რომელზედაც მე თქვენ ტვინი გაგიბურღე და რომელზედაც ბევრმა თქვა, რომ მე მეგობარი აქტი. ჩაი, ფლავდა ჩაი, შალალალალალალ, არაფერი. ეს ახლა მიებმევა ამ ამბავს და ეს ძალიან კარგია, მეგობრებო. რადგანაც პუტინს და სი ძინპინს დედა აღარ ყავს, კუბის მერე, ლამაზად აღების მერე, შემდეგი არის რუსეთი, ჩინეთი და მერე ჩვენ. ამიტომ მივმართავ საზოგადოებას. ეს შაბათის აქციები ძალიან კარგია, ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერია, გადასარევად ორგანიზებულია, დროშები გინათ 6 წელი მაქვს მობწადი წაიღეთ. მაგრამ მიუძღვენით, ამერიკა დაგვეხმარეს. თუ გინათ დახმარება, მაგრამ თუ კარგად გრძნობთ თავს ბატონი ბიძინას ხელში და მოგწევთ თქვენი ცხოვრება და შესანიშნავად ხარ, ნუ იზავთ, როგორც არაკეთებდით აქამდე. ვინ გაწალებთ, არც არავინ. გძალით, არავინ არ შემოვა. გინდა დახმარება, იქნება, არ გინდა დახმარება, არ იქნება. ასეა ეს. მაგრამ მაინც საინტერესოა, რა სადაზვერვო სამუშაოები არის საქართველოში ჩატარებული, რომ აი ესე ტვინი გამოგვილაყეს და დედა გვიტირეს.